ბესელია პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბესელია გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა. ქეთი ქაშაკაშვილი განავრცობს თემას ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი გისმენთ. საკმაოდ თავშეკავებული იყო ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებაში, თუმცა მაინც თქვა, რომ განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია მასზე და სადაც საუბარია იმაზე, რომ მან დაარღვია გუნდურობის პრინციპი, არის სიცრუე და სიმართლე არის ის, რაზეც თავად საუბრობს. ესეთია ბესელიას შეფასება ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე. გარდა ამისა, დღეს ბესელიამ ისაუბრა იმაზეც, რომ გედევან ფოფხაძის დანიშვნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო შეთანხმებული და შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას თავად გედევან ფოფხაძემაც დაადასტურა. ის ნაწილი, რომელიც ეხება ამ პროცესის შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, რაც ემთხვევა იმ მიზანს, რაც ჰქონდა და რაც იყო ჩვენი საერთო პოზიცია, მე ამას რა თქმა უნდა მივესალმები და რა თქმა უნდა არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება უკვე კონკრეტულ გარემოებას თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. ის არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. მე არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. იმიტომ რომ ეს საკითხი იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. ასევე კომიტეტის ხდომის ჩატარებამდეც მქონდა საუბარი რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარესთან. კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის. ეს საკითხი დაკავშირებული იყო ჩემ თხოვნასთან, მიშვალმდგომლა ბატონ ბიძინასთან და ამაზე კონსულტაციები იყო ბატონ ბიძინასთან და მე ჩემი მხრივ შემიძლია უბრალოდ ის გითხრათ, რომ ბატონ ბიძინასთან პირად საუბარში მივიღე სრული გარანტიები და პირობა იმისა, რომ ეს ცვლილება ბატონ ბიძინას ფრაქციის ხდომაზე, როცა გაწვევაზე დაისვა საკითხი შევახსენე და ეს ფაქტია. ახლა მე ამ ფაქტს ვერ გავექცევ, იმიტომ რომ ხელი ჩამოვარტვით ერთმანეთს. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობის ლიდერების ნაწილი ამბობს, რომ მათ არ აქვთ და არც ჰქონიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა იყო შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, რაც შეეხება მოსამართლეების სიას. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს არის პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება და როგორც თალაკვაძე აცხადებს, არავის გუნდის შიგნით ამ თემაზე მონოპოლია არ შეიძლება ჰქონდეს. არ ვადასტურებ, არანაირი ესეთი მე არ მსმენია და რომ ყოფილიყო ამაზე მსჯელობა, სავარაუდოდ ეს ჩვენთვისაც გახდებოდა ცნობილი. გადაწყვეტილება რაც იქნა მიღებული, ჯერ პირველ რიგში გედევან ფოფხაძესთან მიმართებაში რეგლამენტის დარღვევა, ამიტომ სწორედ ამიტომ მოხდა ფრაქციიდან მისი გამოწვევა. სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის კიდევ ერთხელ განმარტავ საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და ეს არის წესებისა და პროცედურის კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერცერთ რომელიმე წევს ვერ ექნება მონოპოლია. კითხვაზე დარჩება თუ არა უმრავლესობაში, ბესელია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ის თავად მიიღებს და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ უმრავლესობა მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით. მადლობთ ქეთი ქაშაკაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.